ლევან ჩაჩუამ სამასვიცლა. თავს რელიგიურ პატიმრად მიიჩნევს, თუმცა პარლამენტმა ის ციხიდან როგორც პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა. პოლიციამ 2010 წელს ტელეკომპანია კავკასიაში მომხდარი ინციდენტის დროს დააკავა. რელიგიური პატიმრის სტატუსი არ არსებობს. ამიტომ ჩვენ როგორც რელიგიური პატიმრები შეგვიყვანეს პოლიტპატიმრების სიაში და როგორც პოლიტპატიმრებმა ასე დავტოვეთ საფუძველი. ქვეყანაში ახალი ქართული პოლიტიკის შემოტანა სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება. აღქმების განხორციელებას უპარტიო კეთილსინდისიერი წარსულის მქონე გუნდთან ერთად აპირებს. ჩვენ შემოვდივართ პოლიტიკაში, ძირითადად უპარტიოები, რომლებსაც არ ქონია მიღებული მონაწილეობა არც პოლიტიკურ თამაშებში, არც რაიმე სახის კორუფციულ გარიგებებში, არ ყოფილვართ ჩინოვნიკები და ვიყავით ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ზნეობის და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განვითარების სადარაჯოზე. მიიჩნია, რომ საქართველოს არც ერთი ძლიერი სახელმწიფოს გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცეს და ეროვნული თვითმყოფადობა შეინარჩუნოს. უკიდურეს სიღარიბესთან ბრძოლას პრიორიტეტად გამოაცხადებს. ამბობს, რომ რომელიმე პოლიტიკურ ან ფინანსურ ჯგუფზე დამოკიდებული არ იქნება. ითანამშრომლებს ყველა პარტიასთან და რადიკალური პოლიტიკის უარყოფით ქვეყნის ეკონომიკას განავითარებს. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა იქცა მანიპულირების ობიექტად და ხშირად დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების პოლიგონად. ამიტომ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს დამოკიდებულება